თქვენ ამ დარბაზში ამ ბიჭებში ვერ ხედავთ ხომ პიროვნებას, რომელმაც თქვენ გესროლათ თქვა. როგორ? აი ამ ბიჭებში ხომ ვერ ხედავთ პიროვნებას, რომელმაც თქვა გესროლათ. არ დამინახავს ვინ ესროლა. 2024 წლის 28 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში, ვასრულებდი სამსახურო მოვალეობას, კერძოდ რუსთაველისა და ჭიჭინაძის კვეთაზე ვიმყოფებოდი, სადაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ჩემი იქ მისვლისას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქცია იყო 7. დაახლოებით 2 საათის შემდეგ აქცია მიიღო აგრესიული ფორმა. ჩვენს მიმართ წამოვიდა რა გარკვეული საგნების სროლა დაიწყო. ხალხის მასა გვაწვევებოდა, იყო შეურაცხყოფელი სიტყვები და გვესვოდნენ სხვადასხვა ნივთებს. ბოთლებს, ქვებს, ნატეხებს, ხისას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სროლისას ქვა მომხდა თვალის არეში. რის შედეგადაც მივიღე დაზიანება, წამოვიდა სისხლდენა, ჩემი თანამშრომელმა მიმიყვანა სასწრაფოსთან და რის შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში. ვინმე თქვენი კოლეგა, რომელიც მოგვიანებით დაზიანდნენ. უმარ უთქვამს ვინმეს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან ვარ დაზიანებული. ანუ თქვენ მიხეილ თათრიშვილს არ იცნობთ, როგორ? მიხეილ თათრიშვილს არ იცნობთ, ხო? არა. ანუ ვიზუალურადაც მისი ამოცნობა არ შეგიძლიათ. შეიძლება მიხეილ თათრიშვილი ისა იცნობთ ესეთ პიროვნებს? არა. კი ბატონო. აი ამ დარბაზში ბრალდებულების კამებზე ვინც არიან წარმოდგენილები, ამათ იცნობთ? არა. კონკრეტულად არც ერთს არ იცნობთ. შესაბამისად არც ერთს მათგანთან პრეტენზია არ გაგაჩნიათ, ასეა, ხო? ანუ მე იქნა გამომდინარე, რომ არ ვიცი ვინმე ესროლა. თუ ეს ადამიანი მონაწილეობდნენ ჩემს დაზიანებაში, რა თქმა უნდა, მაქვს და თუ არა და თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ არ არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია. ბატონო, თქვენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საქმის მასალებს, როგორც დაზარალებული, გაცნობილი ხართ, ხო? არა. არ ქონდათ სურვილი თუ უბრალოდ ანუ, როდესაც მე გამოძიებებთან ვიყავ მისული, მაშინ იყო გადაწყვეტილი, რომ მე უნდა წავსულიყავი თურქეთში, ჩემი თვალის პრობლემებთან დაკავშირებით და არ მიმიქცევია ყურადღება და არც ჩავთვალე საჭიროდ რომ გავცდა. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ კითხეთ ბრალდების მხარეს, რომ თქვენ ხო გაქვთ პრეტენზია, როგორც ეხლა თქვით, რომ თუ მათგანმა რომელიმე დამაზიანაო, ესე იგი მაქვს პრეტენზია. თქვენ არ დაინტერესდით გამოძიებამ რა დაადგინა, რა გამოიძია, თქვენ რომ ვინმე დაგაზიანათ. იმასთან თქვენ ხო შეგიძლიათ მე სამოქალაქო წესით იდაოთ, მორალური ზიანი მოითხოვოთ და ასე შემდგომ. არ კითხეთ პროკურორს, რომ ვინ დამაზიანაო? ანუ ჩემი მე როგორც ვიცი, ჩემს პირადად მე ვინ დამაზიანა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება. ეს ვიცი და დანარჩენ სხვა მასალებს არ გავცნობ. ასაგები, ესე იგი გამოძიებული საქმის მასალები გამოგზავნილია სასამართლოში, წარმოდგენილი ბრალდებულები, რომ თქვენ დამზიანებლები არ არიან, შესაბამისად იცით. ანუ მე არ მithქოს. მე კონკრეტულად არ ვიცი, რომელმა დამაზიანა. არც ის ვიცი დამაზიანა თუ არა ამ ხალხმა და. როგორ ვთქვა, რომ დამაზიანა არ დამაზიანა. არ გაქვთ პრეტენზია ამ ხალხთან. ბატონო მოსამართლე, რაცა მოცემულ შემთხვევაში დაძრებულ პასუხი თუ დადასტურებულია. ანუ რადგან ხო ამბობს, რომ არ ვიციო და შესაბამისად თუ არ იცი ადამიანთან რა პრეტენზია უნდა ხომ იცით ასე თქვენ უნდა მიცეთ მოწვის დაკითხვის შემდეგ. არ გასაგებია, ამიტომ ეკითხები. მოგეცემათ კიდეც რა თქმა უნდა, მაგრამ არ გვინდა ზედმეტი ანუ პრეტენზია აქვს თუ არა, მე ვერ გავიგებ. კითხვა დავსვათ კი ბატონო, მივიღოთ კითხვაზე. ანუ პრეტენზია გაქვთ თუ არა იმ ადამიანებთან, რომლებზეც არ იცით, რომ თქვენი დამზიანებლები არიან. მარტივია. როგორც აღნიშნე, მე არ დამინახავს ვინ მისროლა. თუ დადგინა რომ ამ ხალხმა ამ ის ადამიანის გა რომელიმე მიტაზე, რა თქმა უნდა ნიშნავს. ესე იგი თქვენ აქციაზე იმყოფებოდით 2024 წლის 28 ნოემბერს. ასეა ხო? შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს აქციაზე არ იმყოფებოდა, თქვენ ვერ დაგაზიანებდათ, ასეა ხო? ბატონო მოსამართლე, კითხვები იქნებ დავუსვათ საქმის. არა, საქმესთან დაკავშირებით ვეკითხები. არა, შეფასდა და დასკვნა. არა, არანაირი კონკრეტულად დადგენილია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელ რიცხვში იყო იქ. რადგან ზოგად კითხვას პასუხს თავს არ იდებს,
მე ვეკითხები, დადგენილია რომ თავად გახლდათ 28 ნოემბერს, დადგენილია რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი 28 ნოემბერს არ იმყოფებოდა აქციაზე, შესაბამისად ის არ იქნება მისი დამზიანებელი, ხო? ეს თქვენი დასკვნა შეფასება. და აქვს თუ არა მის მიმართ პრეტენზია? შეფასებას არ ვეკითხები. შეფასებას არ ეკითხება, ბატონო, ვაჟა, პრეტენზია გაქვს თუ არა? მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, არ ვიცი რომელი დღეს რომელი პიროვნება იყო. კონკრეტულად არ ვეკითხები. ბატონო, დავასრულოთ. ეს და იგივე კითხავს, ბევრჯერ არ დავასრულოთ. ვინაიდან თქვენ გააჟღერეთ, რომ 28 ნოემბერს იმყოფებოდით. როგორც ხალხო იმა ბრძანა, მისი დაცვის ქვეშ ყოფილი 28-ში საერთოდ არ იყო აქციაზე. შესაბამისად, გაქვთ თუ არა პრეტენზია და დავასრულოთ. თუ დადგენილია რომ არ იყო, მაშინ რა თქმა უნდა არ მექნება, მაგრამ არ ვიცი დადგენილი არის თუ არა. არ ვიცი დადგენილი არის თუ არ არის. არ მაქვს კითხვა, დადგენილი. ბატონო, არ ვიცი მე დადგენილი არის თუ არ არის რო. მაინტერესებს თქვენ აი აქციის მონაწილეებს, როდესაც იძახით, ხო? აი ამ სიტყვის მიღმა რას გულისხმობთ, რომ გამგვიმართოთ თქვენთვის აქციის მონაწილედ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი რა იყო, რადგან იძახით, რომ იქ აქციის მონაწილეები ისროდნენ, ხო? ანუ ვის მიიჩნევდით იქ აქციის მონაწილეს? ნებისმიერ პირი, რომელიც იმ ტერიტორიაზე იდგა და პოლიციის ფორმა არ ეცვა, აქციის მონაწილე იყო თქვენთვის? ხალხი, რომელიც აპროტესტებდა რაღაც გარკვეულ იმას, რაც მე როგორც მახსოვს, პრემიერის განცხადება იყო რაღაც ევროკავშირის გადავალებასთან დაკავშირებით. გასაგები. იცით მე რა მაინტერესებს კიდე თქვენ გამორიცხავთ რომ აქციის მონაწილეებში ვინც იდგა იქ ადამიანები რომ ყოფილიყვნენ მაგალითად სხვა ჯგუფები კონკრეტულად პროვოკატორები ადამიანები. ანუ გუშინაც აღვნიშნე იქ რო სხვას რო ესროლა შესაძლებელია ჩემი აზრით აქციის მონაწილეები ეს აზრი არის, აზრს არ გეკითხებთ, ფაქტიან ინფორმაციას გეკითხებთ. ნახეთ, გამორიცხავთ თუ არ გამორიცხავთ? როგორ უნდა გამორიცხო, ანუ როგორ უნდა დავადასტურო, რომ იქ ვინმე იყო, იქ ვინც იყვნენ, ერთიანად ჯგუფი იყო ხალხის, რომელიც აპროტესტებდა. დიახ, და მათ შორის რომ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც სხვა мотивაციით იყო, მაგალითად შემოგზავნილი ყოფილიყო, ამას გამორიცხავთ? მე იქ ვისაც ხალხს ხედავდი, ყველა აპროტესტებდა. თქვენ გაქვთ რაიმე საფუძველი იმის, რომ ეს გამორიცხოთ? ანუ მე არ გამიგია, რომ ვინმე იქ ყოფილიყო ის, ჩემი აქმიდან მე რასაც ხალხს უყურებდი, ყველა იყო აქციის მონაწილე. რაზე დაყრდნობით აკეთებდით ამ ყველაფერს? აპროტესტებდნენ ყველა ერთიანად. ერთობლიობაში აპროტესტებდნენ. ვინმე განცალკევებით რომ რაიმე სხვას აკეთებდნენ ან სხვა რაღაცას არ დამინახოს.